მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ერთ რამეს მინდა რომ ყურადღება მივახციოთ, ამით დავიწყოთ ჩვენი გადმოცემა. დახაკეს USAID-ის ვებსაიტი და $30 მილიონი თურმე 22 წლის მერე გადმოურიცხიათ ქართული დემოკრატიის ნებისმიერთთვის და დაიხარჯა ძალიან დიდი ფული აბსოლუტურად გაურკვეველ პროგრამებზე, რომელსაც რა თქმა უნდა პროგრამაში გავარკვევთ რაზეა, მაგრამ როცა მიზანშეწონილება არაფრით არ გასახელებენ. ცხადია ეს ეგრეთ წოდებული რევოლუციის $30 მილიონი ორ წელიწადში. ეს მხოლოდ USAID-ის ხარჯი. არის კიდე ნედი, არის კიდე სხვა ფონდები, არის შვედეთის ფონდი ეს NGO-შნიკები ესეთი გააფთრებით და ამიტომ არ თავდება ეს პროტესტი. გასაკვირველია. ამიტომ არ თავდება ეს პროტესტი, ეს არის დაფინანსებული მაყუთით. კიდე გამთბარი პროტესტი. ზუსტი ციფრი მე არ მახსოვს და თქვენ თუ გავს რომელიც რამდენი რეგისტრირებული NGO-ა საქართველოში? ბევრი. 30,000 ხო? ბევრი რა თქმა უნდა. მე სხვა რამე მინდა ვთქვა. რა თქმა უნდა ეს ფული წამოიწურებოდა. დიდი მადლობა პრეზიდენტ ტრამპს რომ ამაში გვეხმარება არა მარტო ჩვენ, არამედ ძალიან ბევრ ქვეყანას, მაგალითად ეხლა გადაარჩინა პრეზერვატივებისგან გადაარჩინა სირია მე მგონი ხო? ღაზას სექტორი გადაარჩინა. ეგ არის მე ჯერ ვერ მივხვდი. მეც არა ანალიტიკური უნარები. არა მეც რაღაცა სხვადასხვა ფიქრები მაქვს რა. 15 მილიონის პრეზერვატივი რატო შეიძინა? 15-ის არის ყო. დავარამდეს. მეტის? საერთოდ მეტის? რა მნიშვნელობთ 15-ის მეორე? რატო შეიძინა პალესტინისთვის ამერიკის მთავრობა? ძალიან მარტივია, ჩემი აზრით. დავიწყოთ იქიდან რომ შეიძლება ვაფშე არ იყოს პრეზერვატივები. ხო, და არ ჩავიდა და პროსტა ვიღაცას გაუსწორეს და მომწოდებას გაუსწორეს იქ 10 კატი ხო იქნებოდა. დარწმუნებული ვარ 10 კატი იქნებოდა და შესაბამისად რატო პრეზერვატივი? შეხოშერო და ნებისმიერ რაღაცა დაარქვი რა, რაღაცა. ჩვენ და ხო ჩამოიტანეს წყალი. ხო, წყალი, მე წყალი არ ჯობდა. წყალი ჯობდა კი, იმიტომ თან პრეზერვატივი ღაზა სექტორია, ხო. გესმის? რომ ღაზას აქვს უზან პრეზერვატივი აღარ გამრავლდეთ თუ რა? მან ერთადერთი ვარიანტი არის თუ ესე იგი სქესობრივი გზით გადამდები და პიროგორს აფეთქება ხო შიც ანუ სხვა ყველაფერს ხო მაგრამ არა მხოლოდ და ციცაკცი არა მხოლოდ აივ ინფექცია და ასე შემდეგ ის STD რა მაგის პრევენცია ნამიოკია რომ არ გამრავლდეთ STD იქნებ ნამიოკია რომ არ გამრავლდეთო ხო აი იქნებ ეგრეა მაგრამ ძალიან ჯურიანი ნამიოკია ხო ნუ სიგიჟე არის ძალიან სიგიჟე კაი მოდი გავუშვათ შენ უფრო დიდი სიგიჟე გავუშვათ ხო ესე იგი შენ მაინც გარკვეულად ქართული კინოს მესვეული ხარ და ქართულ კინომდე იმაზე რომ ვლაპარაკობთ ხა ამერიკის ესენი რაღაცა პოლიტიკა როგორი იყო, იმას შეგვიძლია ვილაპარაკოთ ახალი DeepSeek-ი რო გაიჩნდა ChatGPT-ის ალტერნატივა ჩინეთში, რომელმაც ხო IAP რა თქმა უნდა და ხარშეფექტური და მეორე open source-ი არის, რომელიც ესე იგი ChatGPT-ში თუ შენ გჭირდებოდა პრემიუმ აკაუნტს ყიდვა და ასე შემდეგ. ეხლა ჯერ ეს შეიძლება გაძვირდეს. კი ბატონო, შეიძლება გაძვირდეს, მაგრამ ძალიან ბევრი ფული დააკარგინა ანუ ამერიკულ აპლიკაციებს და ეს ნიშნავს იმას, რომ ვაფშე სხვა რეალობა გველოდება ცოტა ხანში. აი, ისეთი რეალობა მე დღეს ვფიქრობდი მაგაზე. ყოველი რევოლუცია, წარმოებითი რევოლუცია რა, რაც ადამიანის თქვათ ვაფშე მთლიან პარადიგმას ცვლის, როგორც იყო ინდუსტრიული რევოლუცია, რომ შეიქმნა ის დოვლათი, რაც მანამდე არსებული მთელი პერიოდის განმავლობაში ერთად. მაგრამ ყოველთვის ადამიანი ხვდებოდა რა პარადიგმა იქნებოდა, მაგალითად რო კეთდებოდა მანქანა, ხვდებოდა რომ ეს გზას შეამცირებს რაღაცა ეს. ხო, ანუ ლოგიკაში ჯდებოდა. ინტერნეტის შემთხვევაში ხვდებოდა რომ აქედან იქ შეიძლება ვიღაცას ესაუბრო, ფული გადარიცხო, ასე შემდეგ და ასე. ეხლა ისეთი პარადიგმა შეიძლება მივიღოთ, რომელსაც ერთი AI მეორე ეს ვირტუალურ რეალობას საერთოდ ვერ ხვდებით ლოგიკას რა იქნება, იმიტომ რომ იმ დღეს კიდევ უყურებდი რაღაც კომპანია არის როგორ რობოტს აკეთებენ, იცი? კარშა სილიკონის ტიპი არის და ზუსტად შენ ხარ რა. შენი ხმაკ და შენი ეს მოკისეული პრაქტიკულად. ბიჭო, ანუ ვაფშე რეალობა იშლება რა, ვაფშე ყველაფერი იშლება და რა მოხდება, როგორი იქნება, რას მისცემენ ლიმიტებს როგორ. აი კარგია ეხა გამახსენდა, მეც ეტყობა სულათა მაქვს ტვინი მოწყობილი, ჩვენს პერვერტ
მე პროტესტებს რამხელა კი ბატონო. ის ეხსნება კი ბატონო, მათ შორის. ხო, ეხა ჯერ არ არის ესე ხელმისაწვდომი. ვთქვათ 30000-ზე 50000 და მეტი ღირს, მაგრამ როგორც smartphone-ით რო გახსება. გარკვეულად მათ უკვე განახორციელეს ეს ეროტიული. კი ბატონო. მაგრამ ეხა უფრო განვითარება შეიძლება. კარგი, გავუშვათ ნანა ჯორჯაძე, რა გინდა თქვა ნანა ჯორჯაძეს. მაგრამ იქით მივდივარ. როგორც ეს ვიდეო მე დღეს ვნახე სამწუხაროდ დროულად ვერ ვნახე როცა ამ პროტესტით კინოცენტრთან იყო მისულები და ჩემი დანაშაული არის ეს მაგრამ გამოვასწორებთ ახლა და გავუშვი პირდაპირ და მე დავაკომენტარო უნდა ვიყოთ მათხოვრები რომ ჩაოვარდეთ მუხლებში ჩვენს ჭრდილო მეზობელ რუსეთს რომლისკენაც ასე მიისწრაფის ეს ჩვენი ქართული ოცნების მთავრობა. კინოცენტრის დავალებით არის მე მგონი დაჭერილი სპეციალურად ანდრო, იმიტომ რომ ასეთი ფანტასტიკური მსახიობი, ასეთი მომავლის მქონე, ასეთი აბსოლუტ კინემატოგრაფიული, თეატრალური ძალიან საინტერესო მსახიობი დღეს არაფრის გულისთვის ზის ციხეში დიდი მადლობა ხალბატონო რომ გავშიფრეთ როგორც იქნა აი ეს არის მეგობრებო სიმართლე არა არის დაფარული რომ არ გასწავლო ხო მე მოწოს ლოგიკა რის გამოც კინოცენტრმა დააჭერინა ანდროჟენს იმიტომ რომ არის ნიჭიერი მსახიობი შეხო და მაგის გამო დაიჭირესო მოხვედი და იძახდი რომ ნიჭიერები ბევრია ერთი მინდა ყველაზე ნიჭიერი დავიჭირო ორი ნიჭიერი მინდა ორი ნიჭიერი მინდა და ჩვენ გითხარით რომ მე არ ვიცი რა ვინ გითხარი მაგრამ ანდრო ამ შენ ურჩიე შენ დაჭერილია არა ეს იმას მირჩეოდა ანდრო შენ მირჩიე ეს მირჩეოდა იმას ის ძმა რო ყავს თავისი ანდროს მარცხ ყავს არა ამას რო ყავს თავისი ძმა კაცი აჰა ის კაი კაცი ქერა გავიზება რომ უნდა რა ჩაჩუა თუ ეგ არ არის დაჭერილი ეგ აი ეგ დაიჭირე მიდი აბა თუ მაგარი ხარ დაიჭირე ბიჭო ოღონდ არ შე დაჭერა დაიჭირა ოღონდ ბიჭო როგორც ნანა ჯორჯაძის ვერსიით აღმოჩნდა შემიძლია შენ შეიძლება ტერორისტების მუხლი მიუყენო და გაშვება შეგიძლია ესე იგი ხო კაი მოდი ვილაპარაკო უყურე შეგაგსალაპარაკო ეს იმ კალიბრის სიგიჟე არის ეს განცხადება რომ კინოცენტრის დავალებით არის ვინმე დაჭერილი მით უმეტეს მსახიობი აღარ ვიტყვი ზოგადად ვინმე შეიძლება ლიტერატურის მუზეუმი არ ვიცი სპეციალური მაგრამ თან ეს ხო სასტიკი არის კი პერვერტულად სასტიკია კი შეხო მეგონი თანამშრომლობით რა ლიტერატურის მუზეუმი ვაფშე მუზეუმი ეროვნული მუზეუმი კი არა ბაქრაძე როი და ბიბლიოთეკა რომელი ეროვნული ამ პარლამენტში რაც ის წავიდა კეკელით რაც წავიდა ბნელი ძალები დაეპათა კი და არჩე ეროვნული ბიბლიოთეკის და თუნდაც წერალთა სახლი არის არა ეროვნული ბიბლიოთეკის და კინოცენტრის ერთობლივ პროექტი წერალთა სახლი ერთობლივ პროექტი დაიჭირე და გასროკე ხოლო ბიჭო უყურე მე მართლა სერიოზულად დავეჭვდი უკვე მთელი ამ აქციების და შემოქმედებითი ელიტის მენტალურ გრადობასა და 100%-იანი ბიჭო არა უყურე ეს მეორე შემთხვევა არის კონკრეტულად ნანა ჯორჯაძის შემთხვევაში იმიტომ რომ ამ ხალბატონს მე პირველად საერთო შეხვედრა რო იყო ჩემი დანიშვნიდან ძალიან მალევე როდესაც პროტესტები აგორდა ეს ხალბატონი და ნანა ჯანელიძე იყვნენ ვინც ამ პროტესტის მხარიდან მოვიდა ამ შეხვედრაზე და ბიჭო იქ საბოლოო ჯამში პასუხები რაც მოისმინა მისი კომენტარის და იქ 50 კაცი იყო და ყველა დაადასტურებს რომ არაფერს ერთ სიტყვას არ ვამატებ იყო ის რომ თურმე რა კაი რაღაცეებს ლაპარაკობთო რა კაი რაღაცეებს აპირებთო და შეხო ხაზი გადაუსვი მე პირადად დაუსვი მას და მე რამდენი ვიტყვები ამ ისტორიას მაგრამ მას და ჟანრიზეს რომ მეთქი რაზე დაყრდნობით ლაპარაკობთ ამ ცენზურაზე და კინოს განადგურებაზე და იმაზე რა მოსფილმის ჩამოყალიბებაზე მეთქი იქნებ მეც გამაგებინოთ რომ თქვა იქნებ ვამბობ რომ ვაფშე აქ რა მინდოდა რა ცუცაკბები არის აქ გეგმაში შეიძლება შეკითხვა დაგისვა მოსფილმი ცუდია ამათვის ხო ცუდია კაცო მოსფილმი არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კინოსტუდია მსოფლიოში რო იწოდეთ ხო და ნუ იქ პასუხი რო არ გამცეს რა და მაგინდა რომ გავიდნენ ანუ ხო გონია რომ რაღაც ანუ ეხა მედიაციას დაიწყებენ რომ ანუ ეგეთ ცუდით არ ხდება არაფერი რომ აქ გამოგესაცხლებია პირველივე კომენტარი მიგდებენ ბიჭო ფორმულას იმას რა ქვია სიუჟეტს რა სიუჟეტს კი ლაივს როგორც კი გავიდა ეგრევე მივიდა და კომენტარი და ბიჭო როგორ კომენტარს აკეთებს იცი რომ აი თითქოს შიგნით დაანგრია ყველაფერი პროტესტით და კაროჩე ესე როგორ შეიძლებაო რა ხო ესენიო რომ განადგურებას უპირებენ კინოს და მე ძალიან კაცრად იმას ვქენიო რა გავეციო პასუხი. ნუ ეგ ცალკე იყოს, მაგრამ
რუსულ მათ საყვარელ რუსულ იმაზე უნდათო გადაიყვანონო ქართულ ოცნებამ ქვეყანა. მოდი შევიდეთ კინოპოის კრუზე, რომელიც არის მე ზიზღით შევედი, რომ იცოდეთ მეგობრებო, მაგრამ მაინც მომიწია შესაძლოა. რომელიც არის კინოების პოისკი. და ნახოთ ნანა ჯორჯაძეს გადაღებული ბოლო ფილმი სათავიდან ჩან რო ეს არის კინოების პოისკი. აი თქვენი აზრით, სანამ ჩახვალ, თქვენი აზრით, აი წერა ხომ მოვისმინეთ განცხადება. როგორ ეზიზღება მას რუსეთი. თქვენი აზრით ბოლოს რომელ წელს გადაიღო ნანა ჯორჯაძემ ფილმი რუსეთში რუსულ დაფინანსებით 1987-ში. რომელია? ჩადი, ქვევით ჩადი. 2018 ფილმოგრაფიაში ჩადი, კაცო. ფილმოგრაფიაში ჩადი. აჰა, რეჟისორი. აი, რა არის ბოლო? კროლიჩა ლაპა, რომელი წელია? 2019. მე მაშინ რუსეთი შეჭრილი იყო კიევში. აი, შენ მოხდარა იყო. შენ ამე გონია 2018-ში სერიალი რაც არის, ტიმინას ლოში. კი. არის ORT-ს სერიალი. ORT-ს. ერთი წუთით რა. აგვისტოს ომი ხო მერე იყო 2008 წლის, 2019-ს მერე არ იყო? აგვისტოს ომი 2008-ში იყო. ო, 2019-ის მერე. 2008 ხო 2019-ის ხო, მერეა. ხო, მანამდეა, ბაჭო, მანამდეა. არის შენ არის რა. რა ხე გამოუძები ხა. აი, მაგდროს რუსეთის, მაკრონი ამბობს ერთიანი რუსეთის, ერთიანი ევროპის ჯერა. ვლადივოსტოკიდან ლისაბონამდე ეგ პერიოდია. შენი დედაც ვატირე. თავარიაში გადაიღეს. სიმართლე რომ უკრაინაზე ხო არისო თავდასხმა. ლისაბონი და ვლადივოსტოკამდე. შენი დედაც ვატირე უკრაინაზე ხო არისო თავდასხმა. ხო. არა ძმაო. არა, ყირიმის ანექსიას, არა, ყირიმის ანექსიაც არ ყოფილა, კაცო, 14-ში. ბიჭო, თავარი არის. და არა, რა არისო, კაცო, ყირიმის ანექსია უკრაინასთან არის. შენ ვიღაცა ინტრიგანი ხო და დავაი. თავარი თემა არის. დავარი თემა. გონჩარენკო როცა გაბრაზდა. კი, გონჩარენკომ და ვაფშე გონჩარენკო არ გვაქვს. თქვენ ალბათ კარგად გახსოვს 2018 წელს, მოიცა სანამ გონჩარენკო 2018 წელს ალბათ კარგად გახსოვს, ORT როგორი დემოკრატიული გამშუქებელი იყო, მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა, რომ აი ORT-დან ვიგებთო ნამდვილ ინფორმაციას, არანაირი რუსული პროპაგანდა მანდ არ არის. 2018 წელს ORT-ზე რო აკეთებ სერიალს, ORT-ს თვის რო აკეთებ სერიალს. 2019-ში რო ფილმს იღებ რუსეთში, რუსულ დაფინანსებაზე, რუსულ ისტორიაზე და 2010 წელს ჩადი ეხლა და სათაური წაიკითხე 2010 წელს რა ფილმი აქვს, რა პროექტი აქვს, ნულიური მერიდიან. არა. ვინა? 2010 წელი და გალას აუს მოსკვა люблю тебя. Moskva я люблю тебя-ს რეჟისორი. Moskva слезам. ბიჭო, ისე სერიოზულად უმუშავია. კი, ბიჭო და Moskva я люблю тебя, იცი რა არის? პარიზ ჟეტემი რო იყო და კი, იმისის, ქალაქებზე რო აკეთებდნენ რომანტიკულ ჩანახატებს რეჟისორები თავის წარმოდგენის როგორი კარგია. ანტისისტემური ფილმია. კი, ეგ უნდა მოსკოვის სახე შეფარული. კი, საერთოდ არ უხსნის მოსკოვს სიყვარულს კარგი, ჩვენ ამაზე ხო გავარკვიეთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა ჩვენი დედაც ვატირე. როდის დაესხა რუსეთი საქართველოს ამას მნიშვნელობა არ აქვს, თავარია როდის დაიწყო ეს ომი. კი ბატონო. მოდი გავუშვათ გონჩარენკო ვახსენეთ და გონჩარენკო გავუშვათ. Зирпасо дзмебо. Ахдзек Сакартвело. Ибердзали Сакартвело. This is the moment. Сакартвело გაუმარჯოს. ხო, ნუ ეს ვირიშვილი. რა უნდა? აქ უნდა უბედურება რა. მარტო ეს მომენტი არ ან არა, შესავალი არ ქონდა. ჩვენ ვიცით წინასწარ ვიცოდით და ეხლაც ვიცით და თიამას გითხრა. თიაწულუკიანმა რომ უკრაინელებთან ერთად პრაქტიკულად უკრაინელების ხელმძღვანელობითაც კი შეიძლება ითქვას და ბალტიისპირელების მყეფარე ძაღლუნიების ხელმძღვანელობითაც ის დემარში, რითაც ჩვენ შეხვდნენ და ჩვენ დავიკიდეთ ფეხებზე უკან გაუკეთეს ეს თავიანთი გადაწყვეტილება და სწორი ცქერით საღოლ აიყო უკრაინელების გაკეთებული. უკრაინელები, მაგრამ თიასში რა მომეწონა, იცი? ძალიან ცუდად იქცეოდნენ. და გვეჩხუბებოდნენ კიდეც, მაგრამ იმათი ქვეყანა ისეთი გაუბედურებულია და ისე გამწარებულები არიან, რომ ჩვენ ღირსეულად უპასუხეთ და უბრალოდ არ უპასუხეთ. მე სხვა რამე მინდოდა თუ გვაქვს რომელი პოსტი ვისაკ დადებული, თუ არ ვწდები ანალიტიკას 2022 წელს რას ამბობს და 2025 წელს გვერდი არის ვიდეოები, სადაც ეხა გონჩარენკო ლაპარაკობს, რომ რას სულელია ომი, ვის უნდა საქართველოში არის ხო პროპაგანდის ნაწილიაო და მეორე 2022 წელს ლაპარაკობს თვითონ, რომ ძალიან კარგი ამინდია, რომ გაისეირნოთ რუსუდან გოცილიძე არის ესეთი აფხაზეთისკენ. რუსუდან გოცილიძე არის ესეთი ადამიანი, ევანგელიურ ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი. მამა რუსუდანი.
ეპისკოპოსი. არა, ეგრე ეძახიან მამა რუსუდანი, ნო? ძალიან საინტერესო დამბლდორი და ეგ. დამბლდორი უფრო ძლიერია, მაგრამ ესეც ძალიან საინტერესოა, თუ შეიძლება გავუშვით. გაგვიჩნდა ყავის დალევის სინდისის კენჯნა. აღარ არის ლაპარაკი იმაზე, რომ დაბადების დღე უნდა გადაიხადოს, ვინმე მომქორწილი უნდა ყავა რომ უნდა დალიო დილით, რომ ლუკმა უნდა გადაყლაპო, ამის მიმართ სინდისის კენჯნა რომ გაჩნდა, ამაში აბსოლუტურად გეთანხმები. განცდა მაქვს, რომ საერთოდ გემოების აღქმაზე თქვა, ჩემმა ორგანიზმმა უარი ისეთ სტრესულ მდგომარეობაში ვარ. სადა აქვს პირსინგი, კაცო? აი, ცხვირზე საყურე უკეთია? არ არსებობს. მოიცა. როგორ დაიცა, სტოპ, ერთი. რა ხდება? სად არის, მაჩვენეთ. დაინახე ცხვირზე საყურე? ნუ რა ვიცი. არის. ნუ აი, ოსტატურად რა ან ხალია, ან საყურე. რა მომწონს ჩვენს გადაცემაში და ოპოზიციაში. ხარ განწყობილი იმაზე, რომ რაღაცა სიტყვები მინიმალური შინაარსით, აზრობრივად, კონტექსტუალურად გაარჩიო. უკეთია? და ტიქშას უკეთია ცხვირზე საყურე. უკეთია. ეპისკოპოსი. და უკეთია. კი, უკეთია ვაგერ მითხრეს ხო. და უბრალოდ მე გართმევენ ყველანაირ ძალას, რომ აი ამ ხალის რაღაც თუნდაც დურაკული განათქმები გააკრიტიკო რა. ბიჭო, ყავას ვერ სვავს ხალი რა ქნას. ისინი უშხი. ყავას ვერ სვავს. მეტი რა, ანუ ეხლა სასულიერო პირისთვის მეტი ტანჯვა და განსაცდელი რა, ყავას რო ვეღარ თუ სვავს. დიდი პირსინგია. თვალი მკივაო ექიმო, ჩაის დალექსა. კოზიო აქედან აქეთ გადმოიტანო. გაგივლის მეორე თვალი მკივდება. აი, მოდი ეხლა. ხომაგარი ანუ სასულიერო პირი, მეტაფორად იმისა, ან შეიძლება მართლა არ იყენოს მეტაფორა პირდაპირ ამბობს ამას. თუ როგორი გაუსაძეს მდგომარეობა ამბობს იმას, რომ ყავას ვეღარ სვავს. არა, მე ვიცი. ჩვენ ჩამოვჭით და არის ეგეთი. არა, მართლა ეგრე. იქონდეს. არა, მართლა ეგრე. მე ვიცი პირიქითა ბაბლის კამანდიდან, რომ დაბადების დღეს გადახდის უფლება, მორალური უფლება არ გაქვს და გართობის და იმდენად ტრაგიკული ამბები ხდება. რაღაცა თვითგვემაშს არიან მიცემული, მიხვდი? არ ვიცი. აბა ხელმწერი გონჩარენკო. ეხლა მართლა პირსინგი მართლა რა ხდება? არ კინოშიც არ მიდახავს ზუა. To you. აი გახსოვ? სასულიერო პირი ბიჭო, იქნება ეგრეა საჭირო, იქნება არ ვიცით ჩვენ. ჩვენ ნუ იქნება ესეთი მკაცრი რა. იქნება სიახლე დებილობა რაღაცა რა. შეხარ მოძველება, გავუშვით გონჩარენკო. გავუშვით, აბა წავიდა. They tailing to you. We are protecting peace in Georgia. That's lie. No Ukraine, no other country in Europe wants Georgia to be in war. No one in the world. ძვირფასო ქართველებო, გარეთ მშვენიერი ამინდია, იქნებ გაისეირნოთ ცხინვალსა და სოხუმში. შეგიძლიათ გაიყოლოთ რამდენიმე ჯავშან ტრანსპორტიორი, ტანკი. მიდით გამოგადგებათ. ეს ცნობილი არამზადა გარეწარი ეს არის როგორი პროსტიტუტ გაიცია. პროსტიტუტი. როგორი ჩვეულებრივია. გეორგიევსკის ლენტით როგორც რაობდა. როგორი ანუ მე გეუბნები რა, როგორი პროსტიტუტ გაიცი? ფული თქვი? გეორგიევსკის ლენტით. აი, როგორი იავნად გადავა, იცი? რუსეთის მხარეს ოღონდ რუსულ ფორმას ჩაიცვავს, ავტომატს დაიჭერს, მე გაკეთვა აქეთ. გეორგიევსკის ლენტის მეტი ჩაცმა რა. კი, მე პრობლემა არ არის. ხო ვიცი, ამისთვის არ არის არანაირი პრობლემა. გეორგიევსკის ლენტა კი არა, იმას ჩაიცვავს თუ გინდა. ასაკურველია გასულ. მაგრამ უყურე ქართველი ლიბერალებს გახსოვს როგორ ვიღაც ბაიკერები რო გააძრეს. აი რენდომ ბაიკერები რო გააძრეს, გეორგიევსკის ლენტა რო ეკეთათ. რა ისტერიკა ატყდა ქალაქში. გახსოვს ლიბერალებმა რა ამბავი აწიეს? რომ ქვეყნის მწრები შემოუშვეს ძალით რაღაცა ჩვენ დასჭირდა და არ გონჩანეკო რომელიც გეორგიევსკის ლენტით მოძრაობდა, ის მისაღები ტიპი არის. გეგელია და ტრაპაიძის კამათი. გეგელია და ტრ მეთქი ტრამპის ამბობს და მეთქი რა. ტრაპაიძე მანამდე ხო იმას ირაკლი კუპრაბა თუ კუპრაძე. შენ არ უნდა გეშლი. ხო, კუპრაძეს ეკაჩავა ეხა, აბა გრიგოლ გეგელიასთან ნახოთ. 51%-მა მისცა ხმა 4 ოპოზიციურ კოალიციას. ამ 51%-ში ვინ შედის? ის ხალხი, რომელიც მუშაობენ სხვადასხვა 5 სხვადასხვა კვლევით, მაგრამ მაგ თემაში ამ წამს არ წავიდეთ მაგ თემაში, იმიტომ რომ არ წავიდეთ, იმიტომ 5 კვლევა. ამბობთ რომ არჩევნებში მე წინა ეთერში გაფუჭებული არჩევნები იყო, ახლა იქ რა იცით 51. არა, გაფუჭებული რო იყო 51, მაგიტომ არა აქვს ოპოზიციურ კოალიციებს, მაგრამ მანდ არ წავიდეთ თქვენებად. არ წავიდეთ. 5 კვლევა აჩვენებს, რომ 4 ოპოზიციურ კოალიციამ გაიმარჯვა. სხვა რამეს გეკითხეთ. არა, მე მაგას
დავამთავრებ თუ შეიძლება. მოდი, წაკითხავ. კოალიციებმა რომ გაიმარჯვა. წაკითხავ. დავამთავრებ თუ შეიძლება. ინგა გრიგოლია ეკითხება მამუკა ხაზარაძე. ეკითხება, მინდა გიპასუხო. ბიზნესმენებს ბზელა ადვოკატირებდით, რომლებიც შესაძლოა იმ სიაში იყოს დასასანქცირებელთა სიაში. რაზეც ხაზარაძე პასუხობს. დიახ, იმიტომ რომ ამ ხალხის უკან ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ ისეთი რაღაც არ მოხდეს. მე ამას მთელი პასუხისმგებლობით ვლაპარაკობ, შეიძლება არაპოპულარული ახლა ამის თქმა, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რომ ასე ვთქვათ, მაგრამ ათასობით ადამიანი მუშაობს, იმ ხალხზე უნდა ვიფიქროთ. კი. არაპოპულარული რაღაცების თქმა კარგია, ცუდი კი არ არის, მაგრამ იმიტომ რომ ათასობით ადამიანზეა. აუხსენით იმ ადამიანებს, რომელთა დაკვეთაა, რომ ჩამოიშალოს ყველაფერი. მათ შორის ალბათ თქვენი წახალისებულიც არის ეს დაკვეთა და აუხსენით მაგას ქოცები ამბობენ პროტესტს. ადვოკატირება არა მაგას ხომ ქოცები ამბობენ. ზითო პოლიტიკური პარტიების გზა არის ესეთი, ან ივანიშვილი პროტესტს ჩახედავს თვალებში და დანიშნავს ახალ არჩევნებს, ან ჩამოშლის გზით წავოთ, ჩამოიშლება და სხვა გზა არ დარჩებაო. აი, აქ ვის ჩამოიშალოს ის ადამიანები კონკრეტულად, ის პირები, ვინც ყბებავენ დანაშაულებრივ, თვითონ ქვია, რეჟიმს. ანუ ვინ პირები უნდა ჩამოშალოს? სხვა შორის ხაზარაძეს აქ ძალიან კარჩი ძალიან დეგენერატია იმის რომ ესე ხშირად ყავდეს ხოლმე გადაცემაში და რატო ყავს? არა, უყურე გეგელი არის ჯერ ესეთი ძალიან მაგარი თქვა რომ გაღმერთებენო იმას რო უთრა. ეს ძალიან მაგარი ფრაზაა. სონს თუ ის უთხრა. იმ დებელკაცი. იმას მასაჟსაც გაუკეთებდა. კი, სხვადასხვა ადგილებს, მაგრამ იმას არ ჭირდება. უკვე. ხო და უყურე ხო მაგისთვის გავჩერდი გავცოცხლო. ხაზარაძე ხო TV პირველის ბოსი არის. ხო, აბა. და რა თქმა უნდა ეს ამბავი რომ გაბაზარო ბიზნეს ლობირებენ, თავგაცხელებული და შტერი ოპო ტიპები. ო, მე ტრუხაა კაცურები, ამან ვინ დაალობიროს და მამუკამ ვინ დაალობიროს ამერიკაში. ხო და იკაცა. ო, იკაცა. უბრალოდ იკაცა და ეხა ეს აკაცობს ხოლმე, ხო ხტები? და ეს ვერაპრავებს ამის ნათქვამს რა. ჩვენ დოის ძველი ვიდეო გვაქვს, სადაც იძახის რომ შურით მივახციეთ აქამდეო, ქართველებმა რასაც მივახციეთ და გავუშვით შეგვიძლია გასწავლოთ. ქართველებმა როგორ მოვახციეთ აქამდე? შური რის ხარჯზე? შურის ხარჯზე. შურის? როგორ? მაი რაღაცა როგორ გაწმუნებული პალვადია. ჯინაზე ცხოვრობენ და ამით. როგორ ჭეშმარიტებასთან სიახლოვით ამბობს ამას ხვდები? ხო, ქართველების ზუსტად იცის. ქართველების ისტორია 4000 წელს მინიმუმ მოიცავს, ხო? სხვა არაფერი რომ არ თქვა იქით და 4000 წელი ადამიანები ერთმანეთის ჯინაზე ცხოვრობდით? თქვენ თუ იცით ბობ მენენდესი ვინ არის? დაჭერილი კაცი, პატიმრები ცუდი არ შეიძლება. არა, ცუდს არ ვიტყვი. რაღაცას მოუყვები 2021 წელს თქვა რომ სამწუხაროა საქართველოს დემოკრატიის უკუსლის ხილვაო და 2025 წელს ქრთამის აღების გამო და უცხოური აგენტობის გამო 11 წელი მიუსაჯეს. ორ ქრთამ იყო მერსედესი, ოქრო, იახტა და მარტა იმელეხი საიდან იყო კარტელისგან იყო? ბიჭო, ეგვიპტელებისგან იყო. გაში გასაგებია. აქვე ძალიან საინტერესოა ბარემ საპარლამენტო ასამბლეაში ბრიტანეთის დელეგაციის თავმჯდომარე დონ ტუიგი ევროსაბჭოში. ვინა? ამბობს რომ აი არც ტროცკიზმი, მაგრამ ტროცკიზმი კიდე რაღაცა იდეოლოგიით იყო გამშვალული და კი, გლობალური ხანძარი და ნარატივი და რაღაცა. გლობალური რევოლუცია. ხო რა, რაღაცა. სოფლიო რევოლუცია. ეს ამბობს რომ მე არ ვამბობ რომ ივანიშვილს უბრალოდ ქონება უნდა ჩამოვართოთ, ჩვენ ეს ქონება უნდა გამოვიყენოთ. ის ლორდი რო ამბობს. ანუ ჩიგარი ხარ ბოლშევიკი. რაციონალიზაცია. მაგასაც უნდა იახტის ყიდვა. ტროცკი ბევრად ექსპროპრიაცია, ექსპროპრიაცია. ანუ მთელი დასავლეთი სხვა არაფერია თუ არა კერძო საკუთრება. არა, ტროცკი არა. ტროცკი უარეს, აი ვინ არის? მაო ძედური, სვეტში. მაო ძედური. დასავლეთი კერძო საკუთრება არის არ ხელშეუხებელი. როგორი რაღაცა, იცი ჯერ კერძო საკუთრებაა და მე სხვა დანარჩენი და მე ცოტა ფილოსოფიური საკითხი რო თქვა, შეგვიძლია გავარჩიოთ. ორი ცივილიზაცია რო არსებობს. მემარცხენეები და მემარჯვენეები, იცი განსხვავდება ფილოსოფიურად. ერთი არის პროგრესის წრფული გზა რომ მიდის პროგრესი და არ თავდება პროგრესი და არიან ტიპები რომელიც იძახიან რომ პროგრესი არ არსებობს ბოლომდე და არის წრიული, არის სპირალისებული, ხო? პროგრესისტები არიან სწორედ ის ნეოლიბერალები, მათი იდეოლოგიები, რომელიც იძახიან რომ აიყო ბნელი და უკუნი და აწი სულ უკეთესად იქნება და ეხა როგორ ფიქრობ? აი ესეთ დონეზე რომ ელაპარაკო აი ამ ბავშვებს. ხო არიან ვიღაცები რომ სადღაც სწავლობენ, მაგალითად, მე არ ვიცი.
თავისუფალი უნივერსიტეტში ხო ასწავლიან რაღაც პოლიტოლოგიას, პოლიტმეცნიერებებს. ამ დონეზე რომ ელაპარაკო, რომ აი ეს ხაზი დამთავრდა. პროგრესისტები, მაიმუნები დამთავრდნენ და პოსტ-პანკის, სტიმპანკის ოლიგარქებმა აიღეს ძალაუფლება. აი მაგალითად, მე დარწმუნებულია, რომ გრენლანდიას რო დაიცევს, ილონ მასკი გააკეთებს იქ ქვეყანას, რაღაცას. ჩორტი ოზნაეთს. შეიძლება. ხო და შო წავიდა ეგ დრო. აი ამერიკულ ფუტურისტულ ფანტასტიკურ ფილმებში რო არის ის ქვეყანა მოდის რა. მაგრამ მე ისინი გეტყვიან, რომ სამაგიეროდ ეს რაღაც ექსცენტრიული მილიარდერები, ხო, ილონ მასკის და მათ სახით მათ შორის ტრამპის და ხო, აი ამის სახით რომ ორი ურთიერთ განსხვავებული ვთქვათ რაღაცა თეზისი თან არსებობდეს. აი როგორ მაგალითად. ერთი ეს არის რაღაცნაირი კონსერვატიული და დერეგულაციის მიმართულება, ანუ ბაზრის ფუნდამენტალიზმი, დერეგულაცია, ანუ ლიბერტარიანული მოდელი. მეორე კულტურულად კონსერვატიზმი და მესამე რელიგიური ელემენტი. რა ვთქვათ, მაგრამ პოსტჰუმანისტური განწყობები კი არა და პროცესები აშკარად შეინიშნება, იმიტომ რომ ეხლა მე რაც ვთქვი რა, რომ რაზეც ვილაპარაკეთ ის open source-ები AI და virtual ისინი ძახერ მოდი ჩვენ მართოთ, ჩვენ მართოთ. ეს ეგ ჩვენ მართოთ, ეს გარდაუვალია, მაგრამ იმ გიჟებს არ დაუკვირდით. მაგას იძახიათ. არა, მართალი, მაგრამ ღმერთის, რელიგიის შემოყვანა ამ ყველაფერში კი ბატონო. ურევს ამბავს რა, კი ბატონო. ანა ნაცრიშვილი გაუშვათ, აბა. სერიოზული ხალხი ყავს მოკლედ დღეს. მოუწევთ მათ მორალურ სამსჯავროზე გასვლა, მათ შორის არა მხოლოდ სამართლებრივზე და მერე სად მიდიან. ამიტომ ჯერ აი ძალიან ცოტა, ძალიან ვიწრო სივრცეა დარჩენილი და ძალიან ცოტა დროა დარჩენილი ადამიანებისთვის, რომლებიც ხვდებიან, რომ რაღაც ძალიან მძიმე პროცესში არიან. საიდან გამომდინარე? ჯობია რომ გაემიჯნონ ამ სანამ ჯერ კიდევ ამის შესაძლებლობა არის. მე რა მაინტერესებს ბიჭებო, საიდან ლაპარაკობენ, რომელი გადმოსახედიდან ლაპარაკობს, აი ცოტა გარე გაესის ბრა. გარედანაც არ არის ხად ეგრე საქმე, პასი არ არის არაფერი. რა ლიეტუა ხო ეგრე ამ. ლიეტუა და ესტონეთი ეგრე ამბობს, მაგრამ მაკრონი როცა გაუშვებს თავის ჯარებს იმაში ამერიკასთან საუბრად, მე ეტყობა მიხვდება რომ ეგრე არ არის. ანუ გარე სიტუაცია ვაფშე დანია და საფრანგეთი ამერიკის წინააღმდეგ. ვაფშე არ არის გარეთ სიტუაცია რომ ამას ემის უფლება ქონდეს. საერთოდ არ არის. მე მგონი რომ საერთოდ პოლიტიკაში ყოფნის უფლება რატო აქვს? ეგაა მთავარი კითხვა, მაგრამ ეხლა მე ენას სვალი არა აქვს, მაგრამ კახარისტები რას ლაპარაკებენ? კი ბატონო. პაროდია გააკეთონ ისევ რა. ლაკახოშტარია გავუშვით. შედეგი დგება დიქტატურის დამხობის, ხო, როგორც ქვეყნის შიგნიდან ასევე გარედან, ერთობლიობის ზეწოლის, ხო? და ზეწოლის ეს კონკრეტული მაგალითი, რომელიც არ აღიარების არ აღიარების, გარიყვის მათი ცივილიზებული სამყაროს ყველაზე ფუნდამენტური ორგანიზაციიდან, ეს ქმნის აი იმ მათი სრული იზოლაციის სურათს, რომელშიც შეუძლებელია ქვეყანა მართო. შიგნით გრიყავენ, არ გეპოებიან, არ ჩერდებიან, ვერ ტეხავთ პატიმრებს, ვერ ტეხავ ერთცეთ ადამიანს, ვერც ბათუმში, ვერც თბილისში, ვერც სხვაგან, გარეთ გრიყავენ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანესი მიმართულება, მათ შორის ჩვენი მუშაობის და ზეწოლის ეს არის სანქციები და აქაც არის პროგრესი, კიდე სამუშაოა და ერთობლიობაში ეს ყველაფერი მოიტანს შედეგს. და მოდი აი კიდე ესეთ თეზისზე ვიტყვი. პირიქით, ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების სიმაგრის მომტანი ხო არ არის ეს? უყურე, აი დაფიქრდნენ, რომ აი ამ სანქციებით და ყველა რო ჩვენს წინააღმდეგ არის, ოცნებას, მათთვის საჯულე ოცნებას ექნება უბრალო ხალხში იმიჯი, რომ მთელი მსოფლიო ებრძვის და რატო? იმიტომ რომ არ უნდა ომი. ვერანაირ მტკიცებულება გაყალბებისა ვერ წარმოადგენს და იმიტომ რომ აქ ომი უნდათ ებრძვის გამარჯვებულს. და ებრძვის ძალიან დიდ ძალას ეს პატარა ქვეყანა და ხელისუფლება, რომელსაც უმკლავდება, პირიქით არ ხდება, ანუ გაძლიერება არ ხდება უბრალო ხალხის თვალში ქართული ოცნების. აი ამაზე რატო არ ფიქრობ? იმიტომ რომ რიტორიკული კითხვებია, ხო? ნუ მანდ უფრო კიდე იცი რა არის, რომ დამარცხებულის ფსიქოლოგია, ხო, ეგრევე გამართლებას ეძებს არა იმაში, რომ თვითონ დამარცხდა და სუსტია და მეტოქე იყო ძლიერი, არამედ რომ რაღაცა გარემო ფაქტორებმა, გარეშე ქმედებებმა თუ ძალებმა მოახდინეს ამ შედეგის დადგომა. იმიტომ რომ მე ხო უნდა გამემარჯვა,
აი მაგალითად ახლა მე რო გურის FIFA-ს ვუგებ ხოლმე და ეს ხშირად ხდება. გურის ის არის ხოლმე რომ აი მეხი ჩამოვარდა და ყურადღება გამეფანტა და ცივა და რაღაცა და ის მე ლაბას ფეხბურთს თამაშობ და შენ შედეგზე ხარ ორიენტირებული. ანუ არასოდეს იმას არ უთქვიო რომ აი დღეს ნახდად მომიგე. არასოდეს ყოველთვის ეგრეა რა. არასოდეს არის. ხო არა ხო მაგრამ ყველა ეგრეა თქვენ ვის არა მაგრამ მე არ ყოლია მაგალითად FIFA-ში მე თქო ვისაც წუს რომ აი საღოლწმო დღეს ნახდად ისე მოიგე რა რომ აი შეხარ კარგი მოთამაშე და არა ის რომ მე რაღაცა მხედი შემიშალა რომ შენთვის მომეგო თორემე ჩემი ბულკი ხარ რა ანუ ხო ეგ ხო ყოველთვის ეგრე არის რა დამარცხებული ფსიქოლოგია რომელიც ხო არა ყოველთვის არ არის მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში ოპოზიციაზე ეგაა რა რომ ხუთი წუთი იტყვის და ფეხებზე დაიწყებს და თავა სხვა რამეს გააკეთებს და ესენი ამას მე ვაიძულებ ხოლმე რომ FIFA-ს მეთამაშოს არ ვასწავლებ FIFA-ს თამაშს დაწნებული ვარ ისე არა ეს ჩემთან სახში რო არის ხოლმე სტუმრად არის პლენში, იმიტომ რომ მე უნდა ტვინი უბრღო დაჯე FIFA მეთამაშე. და არ უნდა. არა, გარდა ამისა, ქუჩის კანონებით გური არ უშვეს პატარა შანსსაც კი რომ მოგცეს ალაპარაკო რომ სადღაც შეეშალა რა. ეს პატაშორი მისასალმებელი. მაგრამ მე აი ამათი გამგროვებია რომ უყურე ხალხი არ გამოდის. ხო. მასობრივი. უყურე ხო და მაგას ხალხი როგორ ჩვენი ბრალი კი არა. აი უყურე მაგალითად ზურაგის ჯაფარიძე არ გახსოვს რას ამბობდა რომ ცივა პანდემიის პერიოდში რო იყო რა ანუ ეგ არგუმენტები ძალიან კარგად ვსვით რომ ძალიან ბევრი ვიცინო მაგალითად სიცივეა ანუ მაშინაც ხო იგივე იყო რომ ქვეყანა არის გადასარჩენი მაგრამ უყურე ხალხი იმიტომ კი არ გამოდის რომ ჩვენ ვართ ცუდი პოლიტიკოსები და ცუდი ოპოზიცია და ჩვენი მოbrunება არავის არ უნდა იმიტომ რომ ცივა შესაბამისად ანუ კლიმატის ბრალია იმიტომ რომ ეხა პანდემიას ბავა და ის ტრანსპორტები არ დადის ის არ არისო რა ქვია მარშრუტკებით ვერ მოდისო ანუ ესე იგი რაღაც სატრანსპორტო იმის ბრალი არის ცოტა ხნის წინ ხო დაიწყეს ლაპარაკი ეხაც ხო ეგ არის დაკავშირებით იაღლისში ვქენით ვერ აუხსენდო ეგ ლაპარაკი შეაჩერეს მიხვდნენ რომ ვერ კაცავენ ხო არა ეგ თუ იმიტომ რომ მაგაზე ლაპარაკი თუ დაიწყეს ეგ წაგებული როგორც კი სადაც არგუმენტაცია დებატი გაიჩნდება მაგაზე ეგ ხო ამათვის წაგებული ასპარეზი არის ყველა ვარიანტში როგორ შეიძლება მან შემოვიდნენ მაგაზე უნდა თქვა რომ ეს აბსურდია რამაზე ლაპარაკიც არ გიხსნა რუსული პროპაგანდა შესაბამისად ჩვენ ამაზე არანაირ კომენტარს არ ვაკეთებთ სირცხვილი თქვენ ანუ ესაა ყოფას ამაზე ლაპარაკი გასაკურველი რუსულ პროპაგანდაში მე ხო არ გამოყვების ვიღაცას ხო ქონდა ვცდელობა რომ ფლად რუსული პროპაგანდა არ არის რაღაცა ვცდელობა გიჩ ხო ქონდა ეს ჯაფარიძეს მე არ მახსოვს ეგეთი კი თქვა რომ ეგეთი რაღაცა თქვა რომ აი კარგად ვერ ახსენითო რა ანუ ომის შიში რო არ ველაპარაკებოდი ამას ხო მაგალითად რა თქვა მაგალითად რა თქვა რეალურად რომ ომის შიში კარგად ვერ ახსენითო ანუ ის კი არა რომ ეგ ფაქტორი რეალურად არსებობს მაგრამ ამისი არ უნდა გვეშინოდეს ანუ მაგან ის ვერ ახსენითო რომ ეგ ომის შესაძლებლობა ვაფშე გამქრალი არისო. ხო და ომი არ ემუქრებოდა არც ერთ ეტაპზეო საქართველოს. როგორ ახსნიდნენ? როცა რანაირად? ანუ რაღაცა რა. ანუ მე მოსგავსა ფაქტი არის, იმას პირიქით ვერ ახსნიან. არა, მე ხსნიან იმით, რომ რუსეთს სულს გაფავს რუსეთი. ხო, ნუ ანუ ბოლოს არის რუსეთის სულს გაფავს და დაერხა. და დროა, რაც უკრაინას მაგით უნდა დავეხმაროთ, როგორც არის ის აბსურდული არგუმენტი, რომ იმაზე 9 მილიონი ამორჩევლის ხმა გაყალბდა, უბრალოდ ამის არანაირი ისე ფაქტობრივი მტკიცებულება არ არსებობს. მე ხომ მიპასუხა ერთმა, რომ როცა ასეთი სისტემაა შექმნილი, რა მტკიცებულებები მინდა იმისთვის, რომ ვირწმუნო რომ გაყალბდაო. რაში მჭირდება მტკიცებულებები? კარგად ზანდებოდეთ ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით ორ შაბათს. აბა კარგი უქმე.